პატრიარქის სასიცოცხლო მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესდა სასულიერო პირების ინფორმაციით ქართველი ექიმების კონსილიუმს თურქეთიდან ჩამოსული რეანიმატოლოგით შეუერთდება. უცხოელ მედიკოს თბილისში დღეს გვიან ღამით ელოდებიან. ილია მეორე რეანიმაციაში ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება. ბოლო ინფორმაციით კუჭიდან სისხლდენის შეჩერება მოხერხდა, თუმცა გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად პატრიარქს მედიკამენტებით დახმარება სჭირდება. ღვედის გამოუყენებლობა, სიჩქარის გადაჭარბება, ტროტუარზე დგომა 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. ამასთან დრიფტისთვის, რომელსაც ნივთისან ადამიანის მსუბუქი დაზიანება მოხვება 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად, ძღოლს მართვის უფლება 6 თვით შეუჯერდება. მკაცრდება სანქციები ბასლაინზე მოძრაობისთვისაც. ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება ზღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება ოცნებამცველებები და ამტკიცა. შეტყობინების ვალდებულება გაუჩნდება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია ჯამურად წელიწადში 1500 litrს არ აღემატება. 2025 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მართვის მოწმობების გაცემა გაორმაგდა. გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 251 მოქალაქემ აიღო. 2024 წელს კი მათზე 128 მართვის მოწმობა გაიცა.